აი რა კარგადია ხო? დღეს მთავრობის ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია წინა საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებისაგან და პლაკატების დასუფთავების აქცია არის და ეს ყველა სოფელში, ყველა ქალაქში მიმდინარეობს საქართველოში და ასევე მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ჩემი პლაკატები ჩამოხსნდა რა თქმა უნდა. ჩართულობა რა თქმა უნდა ყველგან არის, ყველა მუნიციპალიტეტის უმრავლესი თანამშრომლები ჩართული არიან ამ აქციაში. აქცია ხვალაც გაგრძელდება და მივიღეთ მონაწილეობა და ეს დასუფთავების აქციები მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება და ყველა მივიღეთ მონაწილეობას. ყველას მოუწოდებ რომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა მოქალაქეებსაც. აქცია ორდღიანია, ორივე დღეს დილის 10 საათიდან დაიწყება. დღეს შესაბამისად ხედავთ რომ უკვე 10 საათიდან მობილიზება იყო და გამოსულები ვართ სხვადასხვა ობიექტებზე. დღეს ამჯერად მოვიცავთ აღმაშენებლის ქუჩას და თამარ მეფის ქუჩას დღეს. ხვალდილიდან უკვე შევდგებით დანარჩენ ქუჩებს, კეკელიძეა, კვალითის დასახლების რამოდენიმე ქუჩაა და ასე. ჩვენ უბრალოდ ვიწყებთ საერთოდ ამ წინა სააგიტაციო ნარჩენებისგან და ამ პლაკატებისგან უნდა გასუფთავდეს ქალაქი. ძირითადად ეს სამუშაო თითქოს და შესრულებული იყო, მაგრამ რაღაც პროცენტული რაოდენობები განათების ბოძებზე იქნება, კედლებზე, დაფებზე, საერთოდ კიდეა შემორჩენილი და ჩვენ ვიწყებთ აქციას ასეთ რომ ჩვენი წინა საარჩევნო პლაკატებიდან წვეს და მე მოუწოდებ ყველა პარტიას და სურვილი იქნება და კარგი იქნება თუ თავისი სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდნენ ქალაქს. მე ვფიქრობ რომ ეს აქცია უკვე დროულია. დროული კი არა, შესაძლოა დაგვიანებულიც კია. ეს აქცია აუცილებელია, იმიტომ რომ ქალაქი გადავსილია ასეთი ძველი პლაკატებით, ლოზუნგებით. ამის გაწმენდა ჯერ ესთეტიკურ სახესაც სილამაზეს მიცემს ქალაქს. და ჩვენ ჩავერთეთ მოწოდება იყო ყველა ერთად გამოვედით და ვაპირებთ რომ ქალაქში ყველა ასეთი უკვე არასაჭირო ასე რომ ვთქვათ პლაკატები ჩამოხსნილი იქნეს და გასუფთავებული იქნეს ქალაქის ტერიტორიაზე.